ახალგი დღის სხვა ახალი ამბავი მომავალი წლიდან ნინოწმინდაში გასაცავის მშენებლობა დაიწყება. ობიექტის დაპროექტების გეგმა დღეს ქორთიართ მერიოდში წარმოადგინეს. საპროექტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული დანიური კომპანია Rambol Oil შეასრულებს, რომელთანაც 1000 ლეულის გამოწვევის ფონდმა 29 დეკემბერს კონტრაქტი გააფორმა. გასაცავის მშენებლობამდე ადგილზე ტექნიკური, გეოლოგიური, გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, ფინანსური და საკანონმდებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ობიექტის მშენებლობა კი 2013 წელს დასრულდება. გასავის პროექტის დასრულების შემდგომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის სივრცეში და ასევე საქართველოს გახდება საიმედო პარტნიორი სატრანზიტო პროექტებში. 2010 წელს სამუშაოები ორი ძირითადი მიმართულებით დაიგეგმება. პირველი, ძირითადად მიმოხილული იქნება ბაზარი, ასევე ჩატარდება სტრატეგიული მიმოხილვა. მეორე, განხორციელდება ველის და საბადოს კვლევა, სადაც ამ გასადენის დამონტაჟება და ამუშავება მოხდება. რაც შეეხება სიმძლავრეებს, ეს უახლოეს მომავალში დადგინდება. მიწისქვეშა გასაცავის პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს ეკონომიკისათვის და ენერგოსექტორისათვის. ეს საშუალებას მოგცემს, თუ რაიმე შეფერხება იქნება გაზმომარაგების, იმ შემთხვევაში მოსახლეობა ამას ვერანაირად ვერ იგრძნობს ამ გასაცავის საშუალებით.